ჯერავს რომ მერტი გადაარჩენს. ხალხის იმედიც მაქვს. ნუ იქნებ შეგროვდეს, იქნებ დაგვეხმაროს ხალხი. ნუ შეგროვდეს და წავიყვანოთ უშველოდ. ხუთი წლის ნიკოლოს დღეების წინ ღვიძლის სარკომა დაუდგინდა. ალბათ ხვდებით ეს რასაც ნიშნავს, თუმცა ამ საშინელების სიტყვებით თქმა ფონდში არ გვინდა. გორელი ბიჭუნა ახლა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის. არ დავუშვათ რომ ეს პატარა ანგელოზი ვერაგმა სიკვდილმა წაგვართვას. აქამდე ისე მოვედით 5 წლის გახდა არაფერი არ სტკიებია საერთოდ. ეს იყო შოკი უცბად ამხელა. ის რომ აქვს ღვიძლის სარკომა. მე შინია რამე არ მოვიდეს. რო გინდა რომ უშველო და არ შეგვიძლია, მე ვფიქრობ იმას რომ არ გაქვს იმდენი თანხა, რომ სადმე წაიყვანო და შენი შვილი გადაარჩინო. გინდა რამით დაეხმარო და ვერ ეხმარებ. სასწრაფოდ გადასაყვანია საზღვარგარეთ. არ გვაქვს არანაირი საშუალება, რომელიც არის დიდსახსნებთან დაკავშირებული თანხებთან, რომ გადავიყვანოთ, ვუმკურნალოთ და გადავარჩინოთ. ღვთისმიერო ადამიანებო, გევედრებით გულგრილი არ დარჩეთ სასოწარკვეთილი დედის სრემლების მიმართ. ნიკოლოზის გადასარჩენად ქართველი ექიმები ყველაფერს აკეთებენ და ამ დრომდე სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად არის ბავშვი ცოცხალი, რა თქმა უნდა უფლის შემწეობით. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ბიჭუნას ჰოსპიტალიზება ისე დროს მოხდა რომ მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო, ამიტომ ახლა ერთი წუთის დაკარგვაც აღარ შეიძლება და ბავშვის სასწრაფოდ საზღვარგარეთ არის გადასაყვანი. გონიერმა ბავშვმა ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს კითხა, თუ როდი შეძლებს თავის მეგობრებთან თამაშს. ღმერთო, როგორი ძნელი იყო ამ სიტყვების მოსმენა. ახლა ის დროა რომ მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ. ნიკოლოზის შეჭირვებულ ოჯახს ზოგჯერ საკვების ფულიც კი არ აქვს და საზღვარგარეთ გადაყვანაზე ხომ საუბარი ზედმეტია. დღეს ნიკოლოზი თითოეული ჩვენგანი შვილია. გადავარჩინოთ ჩვენი შვილი. ერთად დავამარცხოთ სარკომა. ერთად ჩვენ შეუძლებელსაც კი შევძლებთ. საზოგადოებას ვთხოვ დახმარებას. რითიც შეუძლიათ გვერდში დავუდგნენ და დაგვეხმაროთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი შვილი. ყველას მადლობას მოვუხდით თითოეული ერთი თეთრისთვისაც კი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.